ჩამოვედით აქ იმაში, ფოთში, მივიღეთ კარგი ბინა. ბინისთვის დიდი მადლობა სააკაშვილს. მაგრამ შეპირება შემდეგი არაფერი არ შეუსრულებია. ჩვენ ვიყირებით და გაზი შემოყვანილი არ არის. დღეს არის 26 რიცხვი. დაპირება იყო 25-ში იქნებაო გაზი შემოყვანილი, ეს არაფერი არ არის. დაგვირიგეს რაღაც სასწავლი ფეჩები. სამარცხვინო ფეჩები დაგვირიგეს. წინასწარ ავიღეთ დახმარებები, წინასწარ ავიღეთ ცეცხლები. შუქის ფულს ვიხდით ძალიან ძვირს. თქვენ ადრე სად მუშაობდით? რესტორანში მუშაობდი, ვარჩენდი ოჯახს. კაი. საერთოდ ყველანაირად ხომ პრობლემებია. რა. ერთი ის ვერ გამიკეთებია, არა, მაგის საშუალება არ ამარ. ეს გაზი მოგთვის ორკამფორიანი გაზი. დაავიდეს. ჯერ გათხოვა არა გვაქვს არაფერი, ეს შემოიყვანეს და всё მეტი არაფერი. იქით კარები ნორმალურად არ იკეტებოდა, საკეტიც ვიყიდეთ და ყველაფერი და რამდენი ხალხი საცხოვრა. ამას გავში საღამოს და რა ქვია, იქანი წევათ იმაში. თავს რითი ირჩენთ? რითი ვირჩენთ? რითი 22 ლარი, მეტი არაფერი. არავინ არ მუშაობს, არც შვილები, არც ქმარი და არც არა, ქმარი პარალიზებულია და რას იმუშავებს. ხალწელს როგორ ხვდებით? რა ვიცი, როგორ შევხვდეთ. რამდენს ვაკმარო, ავარყოს ვაკმარო, შვილებს ვაჭამო, თუ რა ვიყიდო, წამლები ვიყიდო, თუ რა ვიყიდო, არც ვიცი. გათხოვა ჯერჯერობით არა გვაქვს, ვიკეთეთ, მუშაობა მიმდინარეობს. დახმარების ფულით ვარსებობ. და როდესაც წყლის გადასახადი მოდის 18 და მეტი დაჟე. და ჩვენაც არ ვიცით როგორ ვარსებობთ რა. შექმნილია დასაქმების შტაბი, მუშაობენ ამ საკითხზე და ვნახოთ. ახლა პირადად მე ჯანმრთელობიდან გამომდინარე არა, მაგრამ სხვადასხვა სამსახურებს თავაზობენ ხალხს და მუშაობენ ამ საკითხზე. სამი შვილის დედა ვარ და ვერანაირად ვერ იმავშები ბავშვებს, რომ ავზივართ აგერასე, რომ 2 კაპიკი მივიტანოთ და ისიც არ არის მუშაობა. არაფერს აუკვირდებიან საწინაოს და პირველად შემოთავაზებები ძალიან იყო, რომ იქ დასაქმდებით, რაღაცა შემოსავალი გექნებათ, მაგრამ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. გათხოვა არაფერი, პლეტებს ურთავთ და გვაქვს 200 ლარი გადასახადი და 150 ნაკლებ არავის არ აქვს. პრეზიდენტი ჩამოსული რომ იყო და დასაქმებას დაკვირდათ, მერე მოვიდა ვინმე რომ ამ კუთხით ყოფილიყო. საერთოდ არავინ არ მოსულა და არც სააკაშვილთან არ მიგუშვა არავინო, ჩვენ დავლაპარაკებოდით მაგას. იყო დაცვა და არ მგაგვიშვენ რა, არ გვათქმევიეს არაფერი. რასაც ყოფდათ, მაგინმა ილაპარაკეს, რომ ვითომ ჩვენ რაღაცები შემოგვიტანეს ოთახებში, არაფერი არ იყო, შეიყვანეს 2 ოთახში, სადაც მართლა მიიტანეს ვეში და всё დამთავრდა, მეტი არაფერი. რამდენი ოთახიან ბინაში ცხოვრობთ? 2 ოთახიანში ვცხოვრობთ. თქვენი საკუთრებაა? არავის არ მოუწია ჯერ საკუთრებაში. არ ვიცით კიდე რა გველოდება. 126 ლარი მეძდება მე დახმარება ბავშვების ფული რასაც ქვია სიღარიბეზე და ამ სიღარიბის გარდა არაფერი დახმარება არ მეძდება, ეს მჭირდება მარტო შუქში. და აქ არის აფთიაქი, ან სკოლა, ბაღი ახლოს. სკოლას 21 სააფხაზეთის სკოლას უფასო აქვს და ასე 24-იან ტრანსპორტი დგას, მე ავტობუსი ბავშვებისათვის პირველი სკოლა, მესამე სკოლა ქალაქში მოძრავი დილის საათებში.